ჯობათ, მინდა ამ ვიდეოში გაგეზიაროთ ჩემი გამოცდილება თრიადზე, სადაც სულ რაღაც პირველ ორ კვირაში გამომივშავე $46 ციფრული პროდუქტების გაყიდვით. თრიადზე დიდი ალბათობით ყველას გსმენიათ, ეს არის აპლიკაცია, რომელსაც აქვს ასევე საიტი, რომელიც არის დაკავშირებული Instagram-თან. Instagram-ით შეგიძლიათ შექმნათ ეს თრიადს, ასე ქვია, და მან შეგიძლიათ გააზიაროთ თქვენი პოსტები, რომელზეც არ არის აუცილებელი ვიდეო იყოს ან ფოტოსურათი, შეგიძლიათ უბრალოდ რაღაცა ტექსტური შეტყობინება დაწეროთ. თრიადი, ასე რომ ვთქვათ, არის ერთი დიდი ჩატი, სადაც ყველა ერთად არის თავმოყრილი და შეგიძლიათ გაესაუბროთ ხალხს, ანუ პოსტი დადოთ ისე, თითქოს ესაუბრებით ხალხს პირდაპირ. თრიადს ძირითადად ხალხი იყენებს რაღაცების გავრცელებისთვის, თავისი ფოტოსურათების, ვიდეოების და პირადი ცხოვრების. თუ სწორად გამოიყენებთ, შეგიძლიათ თქვენ გაყიდოთ ციფრული პროდუქტები ან სერვისები ასევე. აქ შეგიძლიათ გაყიდოთ პატარა მგზამკვლევები, შაბლონები, მინი კურსები და სხვადასხვა ციფრული პროდუქტები და სერვისები. მაგალითად, თქვენ აქ შეგიძლიათ გაყიდოთ თუ ხართ გრაფიკული დიზაინერი, თქვენი სერვისი. დაუმზადოთ ვიღაცების ლოგოები, ბანერები, თამბნეილები და ასე შემდეგ. თუ ხართ ვებ დეველოპერი ან აწყობთ აპლიკაციებს, შეგიძლიათ ეგეთ შესთავაზოთ ხალხს. რაც გჭირდებათ არის მხოლოდ გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება ხალხს, რამდენი ხანი ამ სფეროში ხართ, რამდენი პროექტი გაიგეთებიათ მაგალითად, ასევე შეგიძლიათ გააზიაროთ თქვენი გვერდი, საიტი, სადაც გიდევთ ეს ყველაფერი. შეგიძლიათ გაყიდოთ ასევე ციფრული პროდუქტები, მაგალითად პატარა გზამკვლევი, როგორიცაა მაგალითად როგორ დავიკელი 5 კილოგრამი ერთ თვეში. სულ რაღაც მარტივი რაღაცა არის. თავარია იყოთ გამოცდილი ამ საქმეში, რასაც უზიარებთ და იგივე შედეგს მიიღებს ის ადამიანი, ვინც ამ პროდუქტს მიიღებს. ასევე შეგიძლიათ გაყიდოთ აქ სოციალური არხების ოპტიმიზაციის გზამკვლევი, როგორ გააკეთონ ოპტიმიზაცია Instagram-ზე, TikTok-ზე და ასე შემდეგ. რატომ არის თრიადსი უნიკალური? თრიადსი განსხვავებულია ის რეალურ საუბრებზე აგებული და არა ალგორითმებზე. ეს ნიშნავს უფრო სწრაფ ნდობას და უფრო სწრაფ გაყიდვებს. მაგალითად, როგორიცაა აპლიკაციები, TikTok, Instagram, Pinterest და სხვა ასეთი მსგავსი სოციალური არხები, მანდ უფრო დიდი ხანი გჭირდებათ, რომ მოაგროვოთ აუდიტორია და გახვიდეთ სწორ აუდიტორიაზე. ან თრიადზე კი ასე არ არის. თქვენ შეგიძლიათ სულ რაღაც ერთ დღეში გახვიდეთ იმ სასრულ აუდიტორიაზე, რომელიც თქვენთვის არის საჭირო და დაუკავშირდეთ იმ ხალხს, ვისაც სჭირდება თქვენი პროდუქტი ან სერვისი. ჩავატარე ექსპერიმენტი, რომლის შედეგადაც 2 აკაუნტი დამებლოკა. თრიადის შესახებ რომ გამოვიგე, გადავწყვიტე გამომეცა და მეც. რეალურად შემეძლო თუ არა ფულის გამომუშავება. აქ არც არანაირი რეკლამის გაშვება არ არის, არანაირი გამომწერები არ გჭირდებათ და უბრალოდ გჭირდებათ თანმიმდევრული პოსტები და აჩვენოთ ღირებულება. როგორ დამებლოკა ახლა ჩემი 2 აკაუნტი. ვინაიდან ახალი ვიყავი და არ ვიცოდი აქ ავერ წესები და პირობები როგორ უნდა მემუშავა აქ. პოსტავდი ისეთ რაღაცებს, რაც თურმე არ შეიძლებოდა. მაგალითად, არ შეიძლება ხშირად დაპოსტო იყიდეთ, არ შეიძლება დაპოსტოთ ხშირად აქცია, არ შეიძლება დაპოსტოთ ხშირად ლინკები, როგორც სპამი და ასე შემდეგ. ეს არის უკვე ჩემი 2 კვირის შედეგი მესამე ანგარიშზე, რომელიც არ დამებლოკა, წინა 2 განსხვავებით ანგარიშისა, რომელიც რამდენიმე დღეში დამებლოკა და სუსპენდი დამიდო ჯერ პირველ რიგში და სუსპენდი რო ვერ მოვიხსენი, მერე უკვე ბლოკიც დამიდო. გამოვიმუშავე $46, როგორც ხედავთ ციფრული პროდუქტის გაყიდვით, Pinterest-ის გზამკვლევის, რომლითაც ვაწარმოებ გაყიდვებს და ასევე მინი კურსი მაქვს გაყიდული, Canvas-ი, რომლის უფასო ვერსიაც დავდე ჯერ, პოსტი, ვისაც გინდათ მეთქი აიღეთ თქო. ძალიან მოთხოვნადი არის Canvas კურსი. Canvas კურსით რომ გაყიდოთ აი ეს რაც მიდევს აქ უფასოდ, შეგიძლიათ კარგი ფული ეშოვოთ. რა გჭირდებათ ახლა თრიადზე, რომ გაყიდოთ თქვენი პროდუქტი ან სერვისი? პირველ რიგში რაც გჭირდებათ არის თქვენი პროფილის ოპტიმიზაცია. თქვენი ბიოგრაფია უნდა იყოს უკვე გაყიდვების გვერდი, ასე ვთქვათ, სადაც მიუთითებთ ყველაფერს სწორად. ის ნათლად უნდა უყვებოდეს ხალხს, რას ყიდით და რატომ უნდა გამოგიწერონ. მაგალითად, ვეხმარები ხალხს ონლაინ ფულის გამომუშავებაში. ეს შეიძლება დაიწეროს პროფილის ბიოში, ანუ ბიოგრაფია. დაპოსტეთ ღირებული კონტენტი. ყველა პოსტს ღირებულება უნდა ჰქონდეს. ასწავლეთ რამე, გააზიარეთ შედეგები ან აჩვენეთ პროგრესი. როდესაც ადამიანები თქვენგან სწავლობენ, ისინი თქვენგან ყიდულობენ.
ვინაიდან ნდობაც მაღალია. თქვენი აუდიტორიის ეფექტური ჩართვა. ნუ გაგზავნით სპამში თქვენს ბმულს, გამოიყენეთ ბუნებრივი ფრაზები, როგორიცაა თუ გსურთ გაიგოთ, როგორ გავაკეთე ეს, იხილეთ ჩემი სახელმძღვანელო ბიოში. ანუ რას გულისხმობთ ახლა სპამში? სპამში ითვლება ისეთი რაღაცა, როდესაც ერთი და იგივე ვსვამობთ ხშირად, მაგალითად ლინკი ბიოშია, გადადით ლინკზე, ასევე ხშირად ლინკების დადება, ეს არის უკვე სპამი. მაგალითად, მე ხომ მქონდა შემთხვევა, რომ ორი აკაუნტი დავებლოკა, იმიტომ რომ არ ვიცოდი წესები და ვარღვევდი. წერდი ისეთ რაღაცებს, რაც არ შეიძლებოდა, ლინკებს ხშირად ვდებდი და ასევე ხშირად ვამბობდი, რომ ლინკი ბიოშია თქვა, ანუ პოსტს რომ ვდებდი, ხალხი კითხულობდა, მინდა იდვა და პასუხობდი ლინკი ბიოშია. ამიტომაც ეს გაითვალისწინეთ წინასწარ პოსტში დადეთ, რომ ლინკი გაქვთ მითითებული ბიოში, ან ლინკიც დავუთ კომენტარებში. ყველა პოსტი არ დავუხსოთ ხოლმე ეს ლინკები, არც ეს ლინკი ბიოში არის. უბრალოდ დაწერეთ, რომ მისაღებად გადადით ბმულზე, ან უბრალოდ სხვადასხვა ტიპის პოსტები დადეთ, საგანმანათლებლო, ისტორიული და ასე შემდეგ. ყოველდღიურად შეერთეთ თქვენი პროფილის გასაზრდელად. თრიაცი აჯილდოებს რეალურ ჩართულობას. უპასუხეთ დააკომენტარეთ და დაუკავშირდეთ თქვენს ნიშაში მყოფ სხვა ადამიანებს, ასე პოულობენ ახალი ადამიანები თქვენს პროფილს. როგორ გაიგონ ახლა თქვენი შესახებ ხალხმა, რა თქმა უნდა, თქვენ ახალი აკაუნტი გაქვთ გახსნილი, კი, თქვენი პოსტები ხვდება ხალხს, არ აგროვებს, ასე ვთქვათ, ნახვებს. სხვისი პოსტებს უკვე აქვს ნახვები, მაგალითად 2000, 3000, 5000. ამ პოსტზე თუ დააკომენტარებთ, თქვენ კომენტარს ნახავს უამრავი ადამიანი კიდევ. სწორედ ამიტომ ჩაერთეთ ხოლმე გამოესაუბრეთ პოსტებზე კომენტარების სახით, ასევე პოსტის კომენტარებსაც შეგიძლიათ უპასუხოთ. შედეგის მტკიცებულება. ჯამში გამომუშავე $46 14 დღეში თრიათზე ერთი ციფრული პროდუქტის გაყიდვით. საუბრობდი ამ პინტერესტის გარშემო და ვსაუბრობ კიდევაც, როგორ გამოიყენო, რა გამოიყენო, რაღაცა პატარა მითითებებს ვაძლევ, რჩევებს ვაძლევ და ხალხი იგებს ჩემ შესახებ, რითაც უყალიბდება ნდობა. ერთხელ გამოჩნდებით, ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერ დაგინახავენ, ხშირად რომ დაგინახავენ, რომ ამის შესახებ პოსტავთ, ასწავლით ამის შესახებ, მე უკვე ნდობაც შემოყალიბდებათ, რომ თქვენ ეს იცით, თქვენ შეგიძლიათ მისი დახმარება და თქვენ პროდუქტსაც ნახავენ და შეიძენენ. ყველა გაყიდვა განვახორციელე, რა თქმა უნდა, ორგანულად, არანაირი რეკლამა და არაფერი არ მქონია მანდ. რაც ხაზს უსვამს თანმიმდევრული გამოქვეყნების ეფექტურობას და აუდიტორისთვის ღირებულების შექმნას დიდი რაოდენობის გამომწერების გარეშე. სულ რაღაც 36 გამომწერი მყავს ორ კვირაში და გაყიდვა მაქვს 5 და გამომუშავებული $46. ჩართული აუდიტორია. მთელი პროცესის განმავლობაში მე შევნიშნე აუდიტორიის მნიშვნელოვანი ზრდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ავთენტურად ურთიერთქმედება იწვევს პოტენციურ მყიდველებს, რომლებიც ენდობიან გამყიდველებს. რა თქმა უნდა, ხალხი როდესაც ხედავს, რომ ამის შესახებ საუბრობს თავისუფლად და რჩევებს აძლევთ ხალხს და რაღაც ასწავლით, უკვე ხალხსაც რეალურად ნდობა აქვს, რომ რაც შეიძლება ხშირად გამოჩნდეთ თრიათზე. პოსტების სახით, კომენტარების სახით. ცოტა გამომწერები. მოგრძალებული გამომწერების რაოდენობის მიხედვით თქვენ შეგიძლიათ ეფექტურად გადააქციოთ ლიდები მომხმარებლად. ღირებული კონტენტის მიწოდებით და ნდობის გამაძლიერებელი ურთიერთობების დამყარებით. რა თქმა უნდა, თრიათზე აღჭირდებათ დიდი გამომწერები, მთავარია გქონდეთ სისტემა, რომელიც მუშაობს. ნდობა მნიშვნელოვანია თქვენ აუდიტორიასთან. ნამდვილი კავშირის დამყარება ნდობას უწყობს ხელს. ეს საშუალებას აძლევს მიმდევრებს ან გამომწერებს თავი დარწმუნებულად იგრძნონ შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილებებში, რაც გაყიდვებისა და ლოიალობის ზრდას იწვევს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ნდობა უნდა გქონდეთ მომხმარებელს, რომ შეიძინოს თქვენი პროდუქტი. მაგალითად, წონის კლებაზე თუ გაქვთ ვინმეს პროდუქტი, უნდა ისაუბროთ წონის კლებაზე, მაგალითად, ისტორიაც უნდა შეუღიოთ აუცილებლად პოსტებში, რომ აი ეს პრობლემა მქონდა წონისთან დაკავშირებით, თვეები თუ წლები ვერ ვიკლებდი, როგორც არის თქვენ შემთხვევაში, თვეები იქნებოდა წლები, ეს მცადე არ იმუშავა, ეს მცადე არ იმუშავა და აჩვენებთ უფრო იმას, რომ მაგალითად ეს თუ ცადეთ თქვენ და ეუბნებით, რომ ამან არ იმუშავა, ლოგიკურია, რომ იმას აღარ ცდის ეს ადამიანი, ნდობა გაუჩნდება. შეიძლება იმ ადამიანმაც სცადა ეს ყველაფერი და მართლაც რო ხედავს, რომ თქვენ მართლა გამოცდილი ხართ და იგივე რაღაცეებში იმთხოვით და იგივე პრობლემას წააწყდით,
თქვენ თუ იპოვეთ გამოსავალი, ლოგიკურია თქვენი ნდობა იქნება და მოგისმენთ, გამოგიწერთ პირველ რიგში, თუ არ შეიძინა ჯერ და დაგაკვირდებათ კიდევ რა რჩევებს მისცემთ. როდესაც დაინახავს უკვე პროგრესს, რომ უფრო და უფრო კარგ რჩევებს იძლევით, შესაბამისად მე უკვე გაყიდვების დაიწყება. გარდა ამისა, Threads ისეთი პლატფორმაა, რომ როგორც გითხარით, უკვე ერთი დიდი ჩატია და კომუნიკაცია ხდება აქ პირდაპირ. ერთი პოსტი შეგიძლიათ რამდენჯერმე დადოთ რაღაცა გარკვეული დროის განმავლობაში. მაგალითად, დღეს თუ დადით რაღაცა, თუ იმუშავა, კარგი გამოხმაურება ქონდა, 60 დღეში ზუსტად იგივე პოსტი შეგიძლიათ დადოთ ისევ თავიდან. ვინაიდან ახალი მომხმარებლები ნახავენ, ახალი ხალხი ნახავს მაგ პოსტს და მაგ პოსტით ზუსტად ახალი გამომწერებიც მოგიმატებათ, ახალი მყიდველებიც მოგიმატებათ. ანუ რაც მუშაობს, შეინახეთ და ესე თავიდან გამოიყენეთ გარკვეული პერიოდის შემდეგ. აუცილებელი არ არის ზუსტად იგივე დააკოპიროთ და დასვათ. შეგიძლიათ მიმსგავსებული სახის პოსტი გააკეთოთ. საუკეთესოა დამწყებებისთვის. Threads ციფრული გაყიდვების სფეროში ახალ ბედებისთვის იდეალურ პლატფორმას თავაზობს, რაც მათ საშუალებას აძლევს ისწავლონ და განვითარდნენ ალგორითმებზე დაფუძნებული პლატფორმების ზეწოლის გარეშე, რომლებსაც შეუძლიათ ხილვადობის დაფარვა. მაგალითად, როგორი პლატფორმებიცაა TikTok-ი და Instagram-ი, მან ძალიან რთული არის ზოგადად გაყიდვა Threads-თან შედარებით. რა მხრივ, რომ მან უფრო მეტი დიდი კონკურენცია ჯერ პირველ რიგში იმას გეტყვით, Threads-ზე თითქმის არ არის კონკურენცია, ახალი პლატფორმა არის და შანსი გაქვთ კარგად გამოიყენოთ. და გარდა ამისა, TikTok-ს და Instagram-ს შედარებით რთული ალგორითმი აქვს, ანუ ძალიან რთულია იმ აუდიტორიაზე გასვლა, ვიდრე Threads-ზე არის. Threads-ზე ჩათვალეთ უმარტივესი არის, როდესაც უკვე იცით სისტემა როგორ მუშაობს, რასაც შემს მინი კურსში ვასწავლი. ვიდეოს აღწერაში ნახავთ ლინკს, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ $7 ეღინება, 30 წუთიანი კურსი არის. ციფრული პროდუქტების გასაყიდად და ფრილანსერებისთვის სერვისების გასაყიდად, როგორიცაა გრაფიკული დიზაინერები, პროგრამისტები და ასე შემდეგ, ვისაც ონლაინ სერვისი აქვს მსოფლიოს მასშტაბით. რეალური საუბრები. Threads-ზე შინაარსიანი ურთიერთქმედებები ხელს უწყობს საზოგადოების შექმნას და გაყიდვების წახალისებას, რადგან მომხმარებლები უფრო მეტად არიან მიდრეკილი იმ ბრენდების შეძენისკენ, რომლებთანაც თავს დაკავშირებულად გრძნობენ. როგორც უკვე ვთქვით, Threads-ი ერთი დიდი ჩათია, კომუნიკაცია ხდება, შედარებით უფრო მეგობრული გარემოა Threads-ზე და აქ არ არის ჰეითი. მე საერთოდ არ შემოხვედრია ჰეით კომენტარები აქ, არც პოსტები Threads-ზე, ქართულზე არ ვიცი რა ხდება, მაგრამ უცხოურზე რო ვარ ახლა, უცხოელები რომ ყავს გამოწერილები, უცხოელები ხდება უცხოური პოსტები, არავინ არავის არ აჰეითებს პირიქით. რამდენიმე ჰეითის პოსტის ავტორი ეგრევე დაიბლოკა და გაქრა აკაუნტიდან. ერთ-ერთი მაგალითი მე ვიყავი, ერთ-ერთი აკაუნტი იმიტომ დავებლოკა, რომ ხალხი აქ პოსტავდა, რომ დღეს შევქმენი Threads-ი და 1000 გამომწერილი მომემატა, როდესაც სადღაც რამდენიმე დღეა მე მარტო მყავს გამოწერილი, მის პროფილზეც რომ გადავედი, კაი ხანია პოსტავს და ესეთ ყველას ამბობს, რომ Threads-ი დღეს დავიწყე 1000 გამომწერილზე ავედი დღესვე და 10 ციფრული პროდუქტი გავყიდე და თუ გინდათ Threads-ის კურსი, გადმოდით ჩემს პროფილზე და შეიძინეთ და ასე ატყობენ ხალხს და მე კიდე უწერდი, რომ რატო იტყობები ერთი თვეა აკაუნტი გაქვს, დაჟე მეტი პოსტებს რო გადავხედე მეთქი და suspend და აკაუნტი დამებლოკა. მე მეორე აკაუნტი კიდე სხვა მიზეზების გამო დამებლოკა. Threads Profits მინი კურსი, რომელიც ახლა მე მოგ შექმნილი და ერთი კვირის განმავლობაში ეღირება მხოლოდ $7. შემდეგ უკვე გახდება $37, ასე რომ ვისაც გინდათ მოასწარით. მან ზუსტი სტრატეგია, რასაც მე ვიყენებ, რაც გამომადგა, თავს აირიდებთ აკაუნტის დაბლოკვისგან. მე მაგალითად ერთ-ერთ Threads-ზე მიბმული მქონდა Instagram-ი, რომელზეც გაყიდვებიც მქონდა, ვაწარმოებდი ციფრული პროდუქტების და Threads-ი რომ დამებლოკა, ავტომატურად Instagram-ის იბლოკება მაგ შემთხვევაში. ამიტომ უნდა გაითვალისწინოთ ის რჩევები, რაც შემს მინი კურსში მაქვს, რომ იგივე არ დაგემართოთ. რას გთავაზობთ ახლა ეს მინი კურსი? ინსტრუქციას Threads-ის გამოყენების შესახებ ციფრული პროდუქტების ეფექტური მარკეტინგისა და გაყიდვისთვის, რაც საშუალებას მოგცემს სწრაფად და მარტივად დაიწყოს მოსავლის გენერირება. ყველაფერი, რაც ვისწავლი ამ 30 წუთიან კურსად ვაქციე. ის ზუსტად აჩვენებს, თუ როგორ დაიწყოთ ციფრული პროდუქტების გაყიდვა Threads-ზე, დეტალურად რა უნდა გაითვალისწინოთ, როგორი ტიპის პოსტები არ უნდა დადოთ და როგორ დადოთ ზუსტად პოსტები, რომელშიც შეგიძლიათ დაეხმაროთ ასევე ChatGPT. რას ისწავლით?
პროფილის ოპტიმიზაციას შექმნით მიმზიდველ პროფილს, რომელიც გააყიდის. პოსტის ტიპები გააზიარეთ საგანმანათლებლო კონტენტი, რომელიც რეალურ ღირებულებას სთავაზობს მიმდევრებს, ანუ გამომწერებს. ანუ თქვენი ისწავლით, როგორ გააკეთოთ ეს პოსტები სწორად, რათა მიმდევრობით დაპოსტოთ ასევე. პროდუქტის პოზიციონირება. ნათლად გამოკვეთეთ თქვენი ციფრული პროდუქტების უნიკალური მახასიათებლები, პოსტების საშუალებით და კომენტარების საშუალებით. ამ სისტემით სულ რაღაც ორ კვირაში, დადაჟი ამ 2 კვირის განმავლობაში, რამდენიმე დღე აქაც სუსპენდი მინდო თავიდან, ვინაიდან ახალი აკაუნტზე საერთოდ არ შეიძლება პირველი რამდენიმე დღე, რომ გააპიაროთ პროდუქტი საერთოდ. ვინაიდან ახალი აკაუნტია, Instagram-იც ახალი შექმნილი მქონდა და ნაკლები ნდობა არის და ამის ალგორითმი გევწვით, ასე ვთქვათ. ჩართულობის ტექნიკა. დაუკავშირეთ თქვენს აუდიტორიას ყოველდღიური შინაარსინი ურთიერთქმედების გზით. ეს უკვე ახსენით კომენტარებს სახით. გამოეპაუსახეთ პოსტებს იგივე ნიშაში და ნდობის მშენებლობა, ნდობის გაღვივება ავთენტურობით და ღირებული ინფორმაციის მიწოდებით. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ მიაწოდოთ ღირებული ინფორმაცია იმის შესახებ, რის შესახებადაც ყიდით თქვენს ციფრულ პროდუქტებს, რომ ხალხმა მიიღოს ნდობა. თრიაც ჯერ კიდევ ახალია. განვითარების საუკეთესო დრო ახლა არის. შეგიძლიათ ადრევე დაიწყოს შექმნათ აუდიტორია, რომელიც ყოველ კვირას თქვენგან იყიდის. შეწყვეტეთ სკროლვა და დაიწყეთ პოსტვა. თრიაც შეიძლება იყოს თქვენი პირველი ნაბიჯი რეალური ციფრული შემოსავლისკენ. დაიმახსოვრეთ, აქ არ გჭირდებათ რაღაც დიდი დრო, რომ სწორ აუდიტორიაზე გახვიდეთ. პირველივე დღეებში შეგიძლიათ იმ აუდიტორიაზე გახვიდეთ, რომელიც თქვენთვის არის და რომელსაც თქვენი ციფრული პროდუქტი უნდა. პირველ რიგში რაც გჭირდებათ, ციფრული პროდუქტი, რომელიც ხალხს სჭირდება, ამის შესახებ ხშირად პოსტავ ხოლმე ჩემს Discord სერვერზე, თუ არ ხართ შემოდით, განცხადებებში ვდებ ხოლმე, რა ციფრული პროდუქტი არის დღეს მოთხოვნადი და ფიქრობ YouTube-ზეც დავდო ასეთი ვიდეოები, თუ იქნება ვიდეოს კომენტარებში გამოხმაურება, გინდათ თუ არ გინდათ, მაგის მიხედვით გადავწყვეტ. შემოგვერდით თრიათის პროფიტის მინი კურსი, რომელიც არის მხოლოდ 30 წუთიანია, მაგრამ არის დეტალური გეგმა და სტრატეგია, რაც მუშაობს და დაგეხმარებათ თქვენი გაყიდვების განხორციელებაში. დაიმახსოვრეთ, ეს არ არის მხოლოდ ციფრული პროდუქტების გასაყიდად, შეგიძლიათ აქ გაყიდოთ თქვენი სერვისები, ხალხი აქ პოსტავს Fiverr-ის და Upwork-ის ლინკებს, გადაყავთ კლიენტები იქ, სრულიად დამწყებები, რომლებსაც არანაირი გამოცდილება არ აქვთ, არანაირი პროექტები არ აქვს, გადაყავთ თავიანთ Fiverr-ზე და Upwork-ის პლატფორმაზე, რომ მანდ მოიმატო ოპტიმიზაცია და პოზიციონირება. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, გამოიწერეთ არხი მეტი სასარგებლო ინფორმაციისთვის და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და კომენტარებში დატოვეთ თუ გინდათ მეტი ვიდეო ციფრული დროპშიპინგის შესახებ და ასევე მინდა affiliate marketing-ზეც დავიწყო უფრო მეტი ვიდეოს ჩაწერა, როგორ შეგიძლიათ და რანაირად. ვინც არ იცით, Beanable-ზე უკვე მიდევს სრული ვიდეო, 2 ვიდეო მიდევს, სადაც დეტალურად ხსნი ამ ყველაფერს. მშვიდობით.